დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრმა მინიმალურად ინვაზიური ხერხემლის ქირურგიის საერთაშორისო კურსს უმასპინძლა. მსოფლიოს წამყვანმა ნეიროქირურგმა ჰამიდ აბასმა ორდღიანი კურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ნეიროქირურგიაში თანამედროვე მინიინვაზიური მეთოდების უპირატესობას დაუთმო. მედიკოსებს პირდაპირ ეთერში ურთულესი ქირურგიული ჩარევის ხილვის და განხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ. მოვისმინოთ ახლა ინტერვიუები ამ თემასთან დაკავშირებით. გვაქვს პატივი, რომ უმასპინძლოთ პროფესორ ჰამიდ აბას, ის არის ინოვატორი ნეიროქირურგი, მისი შექმნილი არის ის ოპერაციები, რასაც ახლა ჩვენ გავაკეთებთ ამ კურსის ფარგლებში. დაგეგმილი გვაქვს რამოდენიმე ლაივ ოპერაცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი საგამონათლებლო პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვათ ქუთაისისთვის და არა მხოლოდ ჩემთვის პირადად, ეს არის მნიშვნელოვანი ზოგადად კოლეგებისთვის, ნეიროქირურგებისთვის, რადგან მათ აქვთ წვდომა თანამედროვე ისეთ ოპერაციებზე, რომელიც დღესდღეობით რამოდენიმე წლის წინ დაინერგა თქვათ ამერიკაში და ჩვენ შეგვიძლია ეს მსგავს ოპერაციების როგორც საგამონათლებლო პროექტებზე, ასევე თქვათ ლაივ ოპერაციაზე წვდომა ქონდეს ჩვენს კოლეგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი პაციენტების უსაფრთხოებისთვის და მათი გამოჯანმრთელობისთვის მომავალში. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თქვენს ლამაზ ქვეყანაში და ჩემს კოლეგებს საქართველოსდან ვუზიარებს საუკეთესო გამოცდილებას და ცოდნას. ჩვენ სფეროში დანერგილ უახლეს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. 2 დღის განმავლობაში ჩვენ გავცვლით ცოდნას ნეიროქირურგიაში მინიმალური ინვაზიური მეთოდით ჩატარებულ ოპერაციების შესახებ. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული სამსახური სთავაზობს მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების მქონე მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობას ნეიროქირურგიული სერვისების მხრივ სრული სპექტრით. ჩვენი მთავარი მიზანი არის მოსახლეობამ მიიღოს როგორც გადაუდებელ, ასევე გეგმიურ რეჟიმში მაღალი ხარისხის ნეიროქირურგიული მომსახურეობა. ეს შეუძლებელი არის მაღალი ტექნოლოგიების დანერგვის და ექიმების შესაბამისი გამოცდილების გარეშე და დღევანდელი საერთაშორისო კონფერენციაც, დღევანდელი ვორქშოპიც ემსახურება სწორედ ნეიროქირურგიის ერთ-ერთი მიმართულების ხერხემლის სტაბილიზაციის ახალი მეთოდების განხილვას და ასევე მინიმალური ინვაზიური მეთოდით ჩატარდება რამოდენიმე ოპერაცია.